მოგესალმებით, გახლავართ არქიმანდრიტი ივანე მჭედლიშვილი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური. მამა გიორგიმ რომ ამერიკა და შემოთავაზა, ძალიან გამიხარდა, ერთად გვიწევდა მსახურება, კაი ხნის განმავლობაში სამებაში და ვიცით, ზოგადად მიხარია ხოლმე ნებისმიერი შეხვედრა ახალგაზრდებთან იქნება თუ არა მარტო ახალგაზრდებთან, თუ კი რამის სიტყვის მიტანა შეიძლება, ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენც ამით მათს ვიღებთ ღვთისაგან, რომ სხვა ადამიანებს თუ დავეხმარებით. მაგრამ რომ ამერიკა თემაზე რომ საუბრობდით, რადგან მარხვის პერიოდში ვიმყოფებით, შორს აღარ წავედით ფიქრი და პირდაპირ მარხვაზე საუბარი გადავწყვიტე, რომ მარხვა ისეთი რამეა, რომ რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, როგორც ფრინველისთვის ორი ფრთა, როგორც ნავისთვის ორი ნიჩაბი, მარხვა და ლოცვა ღმერთთან მისასვლელი უმთავრესი გზა არის, ამით განვიწმინდებით და ამით უახლოვდებით ღმერთს. ჯერ კიდევ სამოთხეშივე დაუწესა ყველა მაგრამ ვინც კითხულობთ წმინდა წელს ან წაგკითხავს, ვიცით რომ მარხვა სამოთხეშივე დაუწესა ადამიანს ღმერთმა, რომ არ შეხებოდა იმ ერთ ხეს, ეს თავისთავად მარხვა იყო. ძალიან ბევრი მარხვის მაგალითები ვიცით, ძველ აღთქმაში, ახალ აღთქმაში, თავარი ნათლისღების შემდეგ, როდესაც მაცხოვარი გადის უდაბნოში და 40 დღის განმავლობაში მარხულობს და გამოიცდება, ასევე ძველ აღთქმაში მოსეს მარხვა, ელია წინასწარმეტყველის მარხვა, ეს 40 დღიანი მარხვები, მაგრამ ზოგადად მარხვები ხო არის და მარხვის მნიშვნელობა ძალიან დიდი არის ჩვენ ცხოვრებაში, ქრისტიანის ცხოვრებაში. თავად უფალიც, როდესაც მოციქულები ვერ განკურნავენ ჭაბუკს, გახსოვთ, როდესაც ფერისცვალების მხრიდან რო ჩამოდიან, როდესაც ამ ჭაბუკის მამა ეუბნება, რომ შეეცია ჩემს უძლურებას, ჩემს ორწმუნოებას და მოციქულებიც იკითხავენ, თუ რატო ვერ განიკურნა, ეს მოდგმა, ანუ ბოროტი ძალები განიდევნება ლოცვით და მარხვით. ანუ იქაც გითხრა უფალმა, რომ ლოცვა და მარხვა უმთავრესია, უმთავრესი იარაღია ბოროტთან ბრძოლისა. ბოროტი ყველა ადამიანს გვერდჩის, ყველა ადამიანის სულის დაღუპვა უნდა და აი მარხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ მარხულობდეთ, რომ ბოროტი ჩვენთან ახლოს არ მოდიოდეს. მაგრამ გააჩნია კიდე ადამიანი როგორ მარხულობს, ძალიან ბევრი მხრივ შეიძლება 1 საათის განმავლობაში წავიყვანოთ ჩვენი საუბარი. ბიბლიური ისტორიები თქვით, რომ მნიშვნელოვანია, აი თუნდაც იონა წინასწარმეტყველი რო გავიხსენოთ, როდესაც ნინევე ქალაქი უნდა დაღუპულიყო და როდესაც შეაგონებდა, რომ მოენანიებინათ, აი სინანულის დროს გამოაცხადეს მარხვა და ცხოველებსაც კი ამარხულებდნენ და ეს დასაღუპად განწირული ქალაქი გადარჩა ამ ადამიანების ესეთი მონდომებით, ესეთი მარხვით და ანუ გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი ესეთი ბურჯი არის მარხვაც ადამიანისათვის. და შემდეგ უკვე ვიცით, რომ მოციქულებიც აწესებენ ამ მარხვას, დიდაქეში არის ამაზე საუბარი. მანამდე ებრაელები თორცდების სამშაბათს და ხუთშაბათს მარხულობდნენ, ხოლო მოციქულებმა უკვე ეს 4-შაბათი და პარასკევი, ვიცით რატომაც დააწესეს ეს განსაკუთრებული დღეები, ეს იყო გაცემის დღე და ეს იყო ჯვარცმის დღე, 4-შაბათი და პარასკევი. შემდეგ უკვე დღეს რა ფორმირებითაც გვაქვს მარხვა, ეს 4 მთავარი მარხვა, აღდგომის, შობის, მარიამობის და პეტრე პავლობის მარხვა და ერთდღიანი მარხვები და ზოგადად 4-შაბათი პარასკევის მარხვა, რაც ყველა ქრისტიანისათვის მნიშვნელოვანია, რომ იცავდეს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, ან ასაკიდან გამომდინარე, ან ჯანმრთელობიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის ხოლმე ადამიანებისთვის შეღავათი, რომ უფრო მსუბუქად იმარხულონ, რადგან მარხვა არის ადამიანის სხეულის მოსაუძლურებლად, რომ მოუძლურებული სხეული უფრო მეტად ფიქრობს ღვთისას და ღმერთზე და თუ კი სხეული ისედაც უკვე მოუძლურებულია, მაშინ მარხვით უკვე შეიძლება დაავადყოფდეს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს ეს ყველაფერი მოძღვართან ერთად განხილული თითოეული ადამიანის მიერ. რაც შეეხება გარეგნულ და შინაგან მარხვას, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შინაგანი მარხვა უფრო
ახლოს იყოს ჩვენთან, ვიდრე გარეგნული, ხო? დღეს, რა თქმა უნდა, ზოგისთვის სასაცილოა ხოლმე, აი სამარხო უკვე გოჭიც არისო ამბობენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ანუ ამით თითქოს ქრისტიანებს აქილიკებენ, აბა რაღაცნაირი მარხვაა სამარხო მაიონეზი, სამარხო ტორტი, სამარხო რა ვიცი ათასაღი და თუ კი ასეთი პროდუქტები არსებობს და შენ მაინც არ მარხულობ, შენ უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები ადამიანი, ვიდრე ის ადამიანი, ვინც ამას თუნდაც მარხვის დროს მიირთმევს, ხო? თუნდაც ტორტი იყოს, ხო? შენ თუ ხედავ რომ ესეთ იოლებს ადამიანი, ხო, მარხვას, შენ დაიცავ კაცრად და მტკიცედ, თუ კი თვლი რომ მარხვა ძალიან მნიშვნელოვანია, შენ იყავი მოწინავე ამ ყველაფერში და სხვას ნუ დასცინებ და სხვას ნუ გააქილიკებ ასეთ დროს, ხო? ესეც თავისთავად უკვე განკითხვის ერთ-ერთი ესეთი მიმართულებაა და თუ კი ჩვენ უფალი გვიყვარს პირველი რაც არისო არ განიკითხო და არ განიკითხები, ხო? აი სხვა ხშირია ესეთი რაღაცა, რომ ქრისტიანებში ეძებენ ნაკლებს და ამ ნაკლის ძიებით ალბათ ადამიანს საკუთარი ნაკლოვნების გადაფარვა უნდა, რომ თავისაზე აღარ იფიქროს და ამიტომაც შეიძლება ვინმე დაცინოს ლოცვას, დაცინოს მარხვას, ან ადამიანს უთხრას, რომ აი შენ ყოველკვირა ტაძარში დადიხარ და შენ მაინც ისეთი ხარ. ის ადამიანი ხო დადის და ცდილობს, რომ ან ახსარება თქვას, ან რაღაცა შეიცვალოს და ხა ერთ დღეში შეცვლილი ადამიანები როგორ არსებობენ, მაგრამ ძალიან იშვიათია, მაგრამ ეს არის პროცესი ეკლესიური ცხოვრება ადამიანისა, რომ 10 წლის მერეც რომ მიაღწიოს რაღაცა შედეგს და ცხოვრების ბოლოს მაინც რომ მიაღწიოს შედეგს, ხო, ერთი პატერიკი არის, პატერიკიდან არის ესეთი ისტორია, როდესაც ერთი მამა მეორეს ეკითხება, როდემდე არისო დაცემის შესაძლებლობაო და აი სანამ შენ სასახლეს არ დაალურსმავენო, მანამდე დაცემის შესაძლებლობა არსებობს და ძალიან ბევრი სამწუხარო ისტორიები ვიცით პატერიკები და როდესაც ადამიანი შეიძლება 40 წელი უდაბნოში მოღვაწეობდა და მაინც დაიღუპა და მაინც ვერ გადარჩა რაღაცა მხივლიდან გამომდინარე, რაღაცა არასწორი ერთიქმედებიდან გამომდინარე. ასე რომ მარხვა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ გასტრონომიული საკვებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მიმართულებაა და დანარჩენი, ხო, ეს ლოცვასთან ერთად, სინანულთან ერთად, სიკეთის კეთებასთან ერთად აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა, რომ მარხულობდე კიდეც. თორე ზოგადად ეშმაკი საერთოდ არ ჭამს, საერთოდ არ ძინავს, თუ მარხვაზეა საუბარი, ყველაზე მაგარი, მაგრამ არ აქვს სინანული. აი ამ ყველაფერმა მარხვამაც სინანულმაც, ლოცვამაც, სინანულში უნდა მოგვიყვანოს უბრალოდ და უნდა ვნანობდე ჩვენ სოდებს და არ არსებობს მიუტევებელი ცოდვა უნდა გვახსოვდეს. პირველი ავაზაკი შედის, ხო, 60-ში და როგორი პარადოქსია, რომ ავაზაკი შედის 60-ში და მოციქული, რომელიც კუტრებსაც აღადგენდა, უდიდეს სასწაულებს ახდენდა იუდა, ის წარწყდება, ხო? გარემოცვა შერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, მაგრამ იუდას შემთხვევაში გარემოცვა საერთოდ ვერ დაეხმარა, იმიტომ რომ მას პირადი გადაწყვეტილება არ ჰქონდა, რომ გადარჩენილიყო. აი, თუნდაც ლოტის ცხოვრებიდან რო ავიღოთ, ადამიანი, რომელიც სოდომ გომორში ცხოვრობდა, გადარჩა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღმერთთან ყოფნა ყოველთვის და ყველგან შეიძლება თუ კი ადამიანს აქვს ამის სურვილი. სურვილს როდესაც დაინახავს ღმერთი, არ არსებობს, რომ ხელშეწყობა არ წამოვიდეს, რომ გამიგია სოციალურ ქსელში წავიკითხე ერთხელ, რომ ერთი ემიგრანტი წერდა, რომ ყოველ კვირას ან ორ კვირაში ერთხელ 500 კილომეტრს გადიოდა, რომ წირვას დასწრებოდა. და ჩვენთან ყველა უბანში არის ტაძარი თითქმის და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ კვირის წირვაზე დასწრება არც ისეთი მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით შეიძლება გქონდეს, რომ ან რამე საყიდლებზე წავიდეს, ან რაღაცას მიხედოს და აი საღვთო დღე, კვირა უგულებელ ყოს და ეს ძალიან დიდი ცოდვაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ კიდე ძველი აღთქმიდანვე ქონდა ის შაბათი, ხო, უსაუფლო დღე და მე უკვე ახალ აღთქმაში ეს კვირა დღე არის საუფლო დღე, თვითონ კვირის სიტყვის მნიშვნელობაც, ხო, ღვთის კირიე, ხო, ბერძნულად ღმერთს ნიშნავს და აი კირიედან მოდის და თუნდაც აი რუსულად, ხო, ვასკრესენია, რუსულ ეკითხები რა დღეა დღეს არის აღდგომა გეუბნება, ხო, რამხელა მნიშვნელობა აქვს კვირა დღეს, რომ ქრისტიანი ამ დღეს წირვას ესწრებოდეს და რა თქმა უნდა წირვა იმისთვის ტარდება, რომ მომზადებული მივიდეს ადამიანი და ეზიაროს უფლის სისხლსა და ხორცს. ეხლა პეტრე პავლობის მარხვის პერიოდია და
ისეთი ის არის, რომ ყველაზე იოლი მარხვა თითქოს და პრაქტიკიდან გამომდინარე უფრო მეტი ადამიანი მოდის, რომ რაღაცა არ შეუძლია, რაღაცა გაიოლება უნდა, რაღაცა არ დაუწყია აქამდე მარხვა, თითქოს ეხლა ხო ისევ მაინც გასტრონომიულ ხარეს მივდივართ ხოლმე ხშირ შემთხვევაში მარხვასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლა რა თქმა უნდა ძალიან დიდია ადამიანებისთვის, რომ ეს მარხვის დროს შეჭმაკი ხო ხედავს ამ ყველაფერს, რომ ამით ადამიანი ბოროტს უპირისპირდება, ხო, რომ რაღაცა სხვა მიმართულებები მისცეს, უფრო პრიორიტეტები ასეთი სიტყვა ხო არის, რომ აი რაღაცა არ ჭირდება მარხვაში, რაღაცა სხვა აკეთოს, მერე დაიცავს მარხვას, ბოლო კვირაში დაიცავს მარხვას და ასეთ ის, მაგრამ ჩვენი მხრიდან სასრულ პირები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სიმკაცრეს ვერ გამოვიჩენთ დღევანდელ დღეს ადამიანების მიმართ, მართლა ძალიან ბევრი საზრუნავია, ბოროტსაც დახვეწილი აქვს თავისი მეთოდები და როგორც კი სიმკაცრეს იჩენ, ადამიანი კი არ ემორჩილება ამ სიმკაცრეს. პირიქით, საერთოდ აღარ უნდება ტაძარში მოსვლა და ყველაზე დიდი ხელოვნება და ხელოვნება ადამიანის ტაძარში მოყვანაა, თორე ტაძრიდან წასვლა ყველაზე იოლი არის. აქედან გამომდინარე, რაღაცა ჩვენ სასრულ პირები ვცდილობთ ხოლმე, რომ რაღაცა მაინც დავუყვეთ იქნებ ბოლო კვირა, მაინც იმარხულო ბოლო დღეები, რომ რაღაცა ზიარებამდე ადამიანი მიიყვანა, სინანულამდე ადამიანი მიიყვანა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს თითოეული ქრისტიანისათვის. პეტრე პავლობის მარხვას რაც შეეხება მოციქულთა მარხვა ცოტა სხვა სახის იყო თავიდან საუკუნეების წინ. ფაქტიურად ეს არის ორი მარხვა არის გაერთიანებული სულთმოფენობის შემდეგ პერიოდში იყო ხოლმე მარხვა და მერე რამოდენიმე დღე იყო და ფაქტიურად მოხდა ამ სულთმოფენობა რადგან არის მოძრავი, აი სწორედ იქიდან გამომდინარე მოხდა მერე რომ ეს მარხვა ხან შეიძლება 42 დღემდე მივიდეს, შეიძლება ზოგჯერ ერთი კვირის განმავლობაშიც იყოს და ვინაიდან დღევანდელ დღეს მარხვა ბევრად იოლია, ხო? ალბათ მაგისთვისაც არის გაზრდილი მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 365 დღიდან ნახევარ თითქმის მარხვას ეძღვნება და არ არის დღევანდელ დღეს ისევ თუ კვების ხრივ შევხედავთ მარხვა რთული, არანაირად და მით უმეტეს პირიქით, აი სამედიცინო თვალსაზრისითაც ერთიორად თუ სწორად იმარხულებს ადამიანი, ჯანსაღდება და ჯანმრთელდება ადამიანის სხეული და როგორც სულიერი მნიშვნელობით, ასევე ხორციელი მნიშვნელობით და ძალიან სასარგებლოა სწორი მარხვა. ხო, იმას ვარ ნიშნავს, ახლა მარხვაზე მაგალითად ლობიო იჭმება ადამიანმა, რამდენიმე თებში ლობიო ჭამა მთელი დღის განმავლობაში და მაინც მარხულად ჩათვალო თავ. რა თქმა უნდა, ეს უდნავი ესეთი მოშიება ორგანიზმისა ძალიან გონებასაც ხსნის და ეხმარება ადამიანს და წმინდა მამები რამდენი მამა წავიკითხავ შეიძლება რომ შეიძლება კვირაში ერთხელ ჭამდნენ ან სამ დღეში ერთხელ ჭამდნენ და ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ ეს მათ სახეზე კი არ ეტყობოდოთ რომ ისინი რაღაც ესეთ განსაკუთრებულ ღვაწლში იყვნენ მაგრამ ჩვენი სხეული ახლა ჩვენ მე ბევრჯერ მithქვავს და ჩემ თავზე ვამბობ რომ შეიძლება 10 ჯერ მეტის სჭამ ვიდრე რაც შეიძლება ჩემს სხეულს ჭირდებოდეს რა იმიტომ რომ რაღაცა ეს ამდენი საკვები რომ არსებობს და ხედავ ადამიანს თავისთავად ეს ნაყროვანება ყველას გძლევს ხოლმე და შეიძლება ამის მეათედიც არ გჭირდება რეალურად რომ ვიკვებოთ და ჩვენი სხეული ბევრად ჯანმრთელი იყოს აქედან გამომდინარე. რაც შეეხება პატარებიდან, ხო, ბავშვობიდან მარხვას, ხო, მაინც ეკლესიურ დღეს, რასაც ჩვენი პრაქტიკა გვაჩენებს, 12 წლიდან უკვე ვეუბნებით, რომ აი მოინდომოს და ოთხშაბათი პარასკევი, ხო, დიდი მარხვას როგორც კი ბავშვს რაღაცას დაუწესე, საერთოდ აღარ მომდება ადამიანს ეკლესიაში მოსვლა, იმიტომ რომ მარხვა ძალიან ძვირფასია და საყვარელია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენს ახლობლებს სწორად დავანახოთ მარხვის არსი და შევაყვაროთ, რომ აი წლების წინ, ოდესაც ეს მარხვის პერიოდი მოდიოდა ხოლმე შობის მარხვა, მალევე აღდგომის მარხვა, იმდენად დიდ პერიოდად მეჩვენებოდა, რომ მეთქი როდის დამთავრდება. გულწრფელად ვამბობ, რაც უფრო წლები გადის, პირიქით, მიხარია ხოლმე როდის დაიწყება ის პერიოდი, რომ რაღაცა სუბუქად გრძნობა ადამიანურად ადამიანი თავს და ბევრად უფრო კაი პერიოდია ის მარხვის პერიოდი ქრისტიანისთვის, ვიდრე ის ჩვეულებრივი ხსნელი პერიოდი.
და უკვე ბავშვები როდესაც 12 წლიდან იწყებენ ამ მარხვას, 6-7 წლიდან აღსარებას და ამ ყველაფერს რაღაცა სიხარულით უნდა ვაკეთებინოთ ეს ყველაფერი, რომ არ გაუჩნდეს ის, რომ თითქოს აი შენ თუ არ იმარხულებ რაღაცა დაგემართება, ეს უნდა აი კაცრი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, თან მით უმეტეს დღევანდელ ახალგაზრდებთან არანაირად არ არის სასარგებლო, პირიქით, უფრო საწინააღმდეგო შედეგებს ვიღებთ ხოლმე ხა. აი, როდესაც უკვე ბავშვები 13-14 წლის ხდებიან, აღარ უნდათ ეს დილით ადგომა ამ მშობელს რო წამოყვეს წირვაზე, მშობლები მოდიან ჩივიან, რომ აი აღარ უნდა, მაგრამ რეუბნები რომ არ უნდა დავაძალოთ ეს. ნელ-ნელა, თქვი აბა ვის მოიკითხე რომ მამა მოგიკითხე რაღაცა ნელ-ნელა რომ თვითონ მომentes ის მოსა თუ კი როგორც კი დამოუკიდებლად თავისუფლად იგზნოს ბერე ბავშვი თავს რო დაყავდა მშობელს ისეთ პროტესტს გამოხატავს რომ საერთოდ აღარ მომდება მერე ეკლესიაში მოსვლა და ეს შედეგი ძალიან მძიმე იქნება იმიტომ რომ სულ დაპირისპირება იქნება მერე ოჯახში ამის გამო რომ აი წამოდი წირვაზე ან ილოცე ესე დაძალებით რა თქმა უნდა შედეგს ვერცერთი მშობელი ვერ მიაღწევს საკუთარი მაგალითით ის კი არ უნდა უთხრა შვილს რომ ხა წადი და ილოცე შენ დადიქი ხატებთან შენ ილოცე და შენი შვილი გვერდში ამოგიდგება და შენთან ერთად ილოცებს ხო ეს არის საკუთარი მაგალითის მიცემით რომელიც უფრო მეტ შედეგს მოიტანს და არა ის რომ რაღაცა ვაიძულოთ რომ ღმერთი დაგსჯი შენ თუ ესე მოიქცევიან რაღაცა ეს არ გააფუჭო რომ ღმერთი გამოყავთ ხომ რაღაც დამსჯელი რომ თითქოს ღმერთი ვინმეს ჯის ამ დროს იმ ღმერთზე საუბრობთ რომელიც ჩვენს გამო ჯვარზე გაეკრა და ამდენი ტანჯვა და წამება მიიღოთ ჩვენგან ისევ და პირიქით ღმერთი ჩვენ შვილებს უნდა შევაყვაროთ და არ უნდა შევაშინოთ ღმერთით რაც შეეხება უფრო აი ფეხმძიმეების შემთხვევაში ორსულად ვინც არიან ადამიანები მათთვისაც ეხა შეიძლება უთხრათ ხოლმე რომ აი ოთხშაბათ პარასკევს თუ შეიძლება ისიც თუ შეიძლება შეგიძლია იმარხულოთ თუ არ შეძლებ და არ შეუძლია ადამიანს ეხა ძალით ვერ ვამარხულოთ და ასევე ასაკში შესულ ადამიანებსაც ყოველთვის ვცდილობთ რომ რაღაცა მსუბუქად რომ მათი სხეული ისედაც უკვე მოუძლურებულია და ეს ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე დღევანდელ დღეს ხო რასაც გთხოვენ ხოლმე ადამიანები ჩვენს ვცდილობთ ხოლმე რომ დავყვეთ მათ ამ ძალიან ესეთ სურვილებს ამ ცდილობებს რომ არ დავაბრკოლოთ და რაღაცნაირად მაინც ეკლესიის წიაღში იყვნენ მშვიდად ეს ადამიანები სხვა რაზე შეიძლება კიდე ვისაუბროთ მარხვის პერიოდში თვითონ აი ერთ-ერთი ისტორია მამა გაბრიელის გამახსენდა ლოცვას და მარხვაზე ეკითხება ერთი ადამიანი და მამა გაბრიელი მიუბრუნდაო და ყველა თავისი ცოდვა ჩამოუთვალა რაც ქონდა ჩადენილიო და მოდი ახლა საჭველი ჭამოთო და ვერ შევჭამო ისე ცუდად გახდა ადამიანი და სწორედ ეს არის რომ მარხვა რა სინანულს იქამდე მიყავს ადამიანი და განცდას ცოდვებისას რომ აღარ აქვს ეს რაღაცა მოთხოვნილება ისეთი განსაკუთრებული რომ იკვებოს და აი თუ კი ადამიანი სწორად განიცდის მის მდგომარეობას ხო არ გაუჭირდება არც მარხვა არც ლოცვა არც დიდხანს დგომა ტაძარში სხვა შემთხვევაში თუ კი ვერ ხედავს თავის თავს ამ ყველაფერში რა თქმა უნდა 5 წუთიც რო შედის ტაძარში ერთი სული აქვს რომ გარეთ გავიდეს და რაღაცა ჩამოჯდეს და თითქოს აი რაღაც ეს შინაგან ბრძოლებსაც რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს მაგრამ რაღაცა გაქცევას უფრო გავს ადამიანის ეს ყველაფერი რაც შეეხება კიდე ძალიან მნიშვნელოვანია აი მეზვერე და ფარისევლის იგავიდან გამომდინარე რომ ვიფიქროთ ხო მარხვაზე რომ რას აკეთებს ფარისეველი რას ამბობს რომ მარხულობს ლოცულობს სიკეთესაც აკეთებს თითქოს ყველაფერს სწორად შვება და უცებ რას ამბობს რომ აი მეზვერესნაირი კი არ ვარ და ეს მეზვერე რომელიც თავდახრილია ტაძარში და ვერც კი ესაუბრება სინანულიდან გამომდინარე ღმერთს ეს უფრო გამართლებული გამოვიდა ვიდრე ის ფარისეველი რომელიც თითქოს ამ ყველაფერს აკეთებს და ეს ჩვენთვისაც ძალიან დიდი მაგალითი უნდა იყოს იმისა რომ ხშირია ხოლმე ადამიანი რომ მოვა რაღაცა და ესეთი დაიქადნებს ხოლმე იცი რა მე 70-იანი წლებიდან ტაძარში ვარ და სამწუხაროდ ძალიან ბევრს შევკუთხვევია რომ მოგადგება ადამიანი და ეს ჩემი ადგილია შენ უნდა გაიწიო რომ ჩემს ადგილზე მე უნდა დავდგე და შენ ცოტა იქი დადექი რა თქმა უნდა 10 და 50 წელიწრეულო ესეთ ადამიანს ესე იგი იმ შედეგთან გამდე ვერ მისულა რასაც
ღმერთი გვასწავლეს, რომელიც დაიმდაბლებს თავს, ის ამაღლდება და რომელიც აიმაღლებს, ის დამდაბდება და ადამიანი თვლის, რომ რადგან ამდენი წელია ტაძარში დადის, თითქოს მას თავისი ადგილი აქვს და შენ მის ადგილზე არ უნდა დადგე და ძალიან ესეთი უხეშათად შეიძლება მოგმართოს, რომ წახვიდე ჭყალებში მისი ადგილიდან და შეიძლება რაღაცა მარხვაზე ჩემსავით ლექციას ჩაატაროს მერე, რომ აი რა არის მარხვა, რა არის აღსარება და რა არის ზიარება და თუ კი ჩვენ არ გვექნება ხილული მაგალითი ჩვენი სახით ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, ჩვენც ესეთი ფარისევლები ვიქნებით, რომლებიც თითქოს ყველაფერს გარეგრულად ძალიან ლამაზად და კარგად ვაკეთებთ, მაგრამ პატიება გვიჭირს, მაგრამ სიყვარულის გავრცელება გვიჭირს, ხო? ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომ გაცილებით მარტივია გიყვარდეს მთელი სამყარო, ვიდრე ერთი მეზობელიო. ხო? რატომ? იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ უბანში თუ სადაც არ უნდა იყოს, ვიღაცა ყოველთვის არ უყვარს, ვიღაცას ყოველთვის რაღაცა უჩივის და რაღაცა ძიმე დამოკიდებულება აქვს, ამ დროს შეიძლება რაღაცა რო კითხო გიყვარდე, ყველა მიყვარს, ჩემი მტერიც მიყვარს, მთელი სამყარო მიყვარს, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, ძალიან უხერხო მდგომარეობაში აღმოჩნდებით ხოლმე აქედან გამომდინარე. სხვა რა შეიძლება მარხვაზე ვისაუბროთ, რამდენი რამის გაკეთება, მონდომებაა შესაძლებელი მარხვაში, თუნდაც დღევანდელ დღეს, რაც ძალიან დიდ დროს გვართმევს ეს სოციალური ქსელები, ტელევიზიის ყურება, სერიალების ყურება, თუ რა იქნება, რომ საკუთარ თავს მაგალითად შეუზღუდო, რომ მოდი მარხვაში ამას არ გავაკეთებ. მარხვის პერიოდში ასევე ხშირ შემთხვევაში აბსოლუტური უმრავლესობა ვინაიდან ყველას გვეჩქარება მოკლე ლოცვებს კითხულობს, დილისას და საღამოსაც. თქვას რომ აი მარხვის დღეს მაინც წავიკითხავ სრულად ამ ლოცვებს. რაღაცა სიკეთეს მეტად მოვინდომებ, რომ გავაკეთო და ვიცი გაჭირებული ადამიანი და რადგან მარხვის პერიოდია, რომ მოდი აი ამ სიკეთეს გავაკეთებ, უფრო მეტად რაღაცა წიგნებს გადავდებ რამოდენიმეს, რომ აი ამ მარხვის პერიოდში მოდი აი ამას მაინც წავიკითხავ, რომ რაღაც სულელად განვითარდე. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობა, რომელიც თავს ქრისტიანად თვლის, სახარება თითქმის აბსოლუტურ უმეტესობას არც კი წაუკითხავს და არც კი გაუაზრებია, რატომ დაიწერა სახარება და რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანისთვის სახარებას და ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ადამიანს, რომელსაც თავი ქრისტიანად მიაჩნია, წმინდა წერილი წაკითხული არ ქონდეს და ანუ წაკითხულში არ იგულისხმება ის, რომ ადამიანი მოვა და გეტყვის იცი რომ ეს სახარება წაკითხული მაქვს შარშანწენ. არა, ყოველდღე მნიშვნელოვანი, იმიტომ იკითხება ყოველდღე მსახურებებში ტაძარში სახარება თუ ეპისტოლეები, რომ ყოველდღე რაღაცას გვახსენებს. არა მარტო სახარება, მამოუჩვენო. რამდენჯერაც არ უნდა თქვა, იმდენჯერ უფრო მეტი სიღრმე შეიძლება გონებაში გაგეხსნას, თუ ეს გააზრებულად იტყვი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს აი მოკლე ლოცვას და რამდენიმე შეიცავს ეს ლოცვა, ხო? საუფლო ლოცვა. ასე რომ წმინდა წერილის კითხვა მარხვაში განსაკუთრებულად სასარგებლოა, წმინდა მამების კითხვა მარხვაში განსაკუთრებულად სასარგებლოა და როცა სხვანაირები უნდა გავხდეთ ხოლმე მარხვის პერიოდში და ის ცოტა უკეთესები რომ გავხდებით, ისეთები უნდა დავრჩეთ მერე მარხვა რო დამთავრდება იმის მერე, თორე სხვა შემთხვევაში ერთი სული რო გვაქვს ხოლმე რომ 12 საათმა ჩამოკრას რომ ის მარხვის დღე გადავიდეს და რაღაცა მოვეშვათ, ესეც რა თქმა უნდა ცოტა ფარისეულური დამოკიდებულებაა მარხვასთან, რომ ცა 12 საათზე თუ ხორცს შევჭამ, რაღაც დამიზიანდება, 12 საათზე 1 წუთზე უკვე ხორცის ჭამა შეიძლება თითქოს რაღაც ერთი სულ მაჯაზე იყურება, რომელიც საათია და მაგის მიხედვით გისაზღვრავს რა უნდა ჭამო და რა არა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გქონდეს ეს ყველაფერი გააზრებული. ვესაუბრებ მარხვებზე, რამდენი მარხვები გსეიცეთში? ხო, მარხვებს რაც შეეხება, გვაქვს აღდგომის მარხვა, შობის მარხვა, მარიამობის წინ მარხვა და პეტრე პავლოვის მარხვა, ასევე უთხრავათი პარასკევი და ერთდღიანი მარხვები, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა, ჯვართამაღლების, ძირითადად ეგ არის ყველაფერი ვთქვით. ხო, ეგ ნათლისღების წინა დღის მარხვა და ანუ ამ დღესასწაულებითაც და დღესასწაულის წინა დღეებითაც უფალი გვამზადებს ამ ყველაფრით, ხო? აღდგომის დღესასწაულს რატომ ვეგებებით? ამდენი ლოცვით, ამდენი მარხვით, ხო?
იმიტომ რომ ერთგვარი ის კი არ ხდება მხოლოდ რომ აი აღდგომას მოხდა და ვიხსენებ. ეს გახსენება კი არ არის თანამონაწილეობა ამ დღესასწაულში, ასევე შობის თუ იქნება თუ მარიამობს, რომ თითოეულ დღესასწაული ხარება იქნება თუ იერუსალიმში დიდებით შესვლის დღე მონაწილე ხდებით აი ამ დღესასწაულის, რადგან უფლისათვის დრო არ არსებობს და ჩვენი აი ამ ძალიან ესეთი დამოკიდებულებით ღმერთთან ახლოს ყოფნის სურვილით ჩვენც უფალი ამ ყველაფრით მონაწილეს ხდვის, როგორც წმინდა ზიარების დროს საიდუმლო სერობის თანამონაწილენი ხდები ხო და ვეზიარებით უფლის სისხლსა და ხორცს. როგორ უნდა მივხვდეთ რომ მარხვა სწორად ვატარებთ. თუ კი ვიტყვით რომ მარხვა სწორად ჩავატარე, უკვე მარხვა არასწორად ჩავატარეთ. ასე რომ ყოველთვის უკმაყოფილო უნდა ვიყოთ ჩვენი მარხვით, რომ უკეთესები და უკეთესები გავხდეთ შემდეგ და შემდეგ მარხვაში, ეს ოლიმპიური იმით, ხო? უკეთ ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, უკეთ უნდა ვიმარხულოთ ვიდრე წინა მარხვა. არასდროს არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი ჩვენი მარხვით. შეიძლება თუ არა რომ მარხვამ ადამიანის სიამაყეში ამ პარტავანებაში ჩააგდოს და როგორ უნდა ავიცილოთ ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება აბა ფარისეველმა რა გააკეთა ხო რომ მარხულობდა კიდეც, ლოცულობდა კიდეც, მაგრამ სიამაყე მასში ძალიან დიდი დოზით იყო და ამ ყველაფერმა კი ვნახეთ რომ მეზვერე უფრო გამართლებული გამოვიდა ვიდრე ფარისეულ. როგორ უნდა ავირიდოთ ეს მოძღვართან ხშირი ურთიერთობა, აღსარება ამ ყველაფერში, გვეხმარება წმინდა მამების კითხვა, ძალიან კარგია წმინდა წერილთან ერთად რომ მაგალითად ივანე სინელის კლემაქსი წავიკითხოთ ხოლმე რაღაცა რაც რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხოს, სულ რაღაცა ახალს ნახულობ და სულ გამოღვიძებაში გეხმარება ადამიანს. გარდა იმისა რომ მარხვა თავშეკავებულობისკენ მოგვიწოდოს, რატომ არის კონკრეტულად ხორცირძის ნაწარმი აკრძალული მარხვაში. იმ პერიოდში, როდესაც მაცხოვარი ცხოვრობდა თუ იმ წინა პერიოდში, ასე პირდაპირ ესე არ წერია, მაგრამ მზის ჩასვლამდე იკავებდნენ ხოლმე საკვებისგან თავს ხშირად. დღესაც თუნდაც ებრაელები ან მუსლიმები მარხულობენ მზის ჩასვლამდე. ხოლო რაც შეეხება რძის ნაწარმი და ხორცი ეს უფრო ეს მსუხე საკვებია და პირიქით თუ ამით მოუძლურება არ მოხდება, უბრალოდ საღამომდე თავს შეიკავებ და მერე როგორც კი მოსაღამოდება, შეიძლება ისე დღეს ჩავარდა რომ ორი დღე ჭამა აღარ მოგინდეს ადამიანს. ასე რომ უფრო ნაკლებს თქვა კალორიული საკვებია მცენარეული და უფრო გეხმარება რომ შეინარჩუნო ეს მარხვა. ანუ აი თქვენ ნინევია ახსენეთ და ზიონა ის მარხულ ბავშვების ამარხულეს, ცხოველების ცხოველების მარხვა, ასე ვთქვათ, ძველად გაბადების ის არის, ხო, როდესაც ყველასთვის საჭმელი იყო თვალე ბალახიო, ხო, უფალი იდახს. ყველა ცხოველისთვის დააწესა თვალე ბალახი საჭმელი. ხო, რა მარხვა მაინც სიმბოლური სიტყვა, მარხვა მაინც შინაარსობრივი გააზრება. რა თქმა უნდა, ეს სხვა არის, მაგრამ აი და მოდი ახლა ისე ვთქვათ, რომ ლომების ბალახს ჭამდნენ, ხო? და ადამიანები ხორცს არ ჭამდნენ. ადამიანები ხორცს საერთოდ არ ჭამდნენ, ნუ ის უნდა ყველა ხის ნაყოფი ჭამდა. კი. და როდის დაიწყეს ხორცის ჭამა? ხო, აქ ხო უკვე რაღაც კაენი ხო მონადირე ხდება და უკვე სისხლიც იღვრება, აბელის სისხლიც რო იღვრება და ყველაფერი და სისხლი როგორც კი ჩნდება, რაღაცა ხდება ერთგვარი გადაგვარება. ზოგიერთი ცხოველის ყველა სხვა დაუჭამია. დაუწყია ხორცის ჭამა, ხო ესე. ხო, ნუ ახლა ის ხო მეჯობია იყო აბელი, ნუ ის ასე ვთქვათ. მეორე ფრები და ის ხავდა, ხო, უკვე მონადირე ადამიანის და მონადირეს, ხო. ხო და აქედან გამომდინარე, როგორც კი სისხლის ღვრა მოხდა, ალბათ რაღაცა მათში შეიცვალა. ადამიანების მტერიც გახდა ცხოველი და ადამიანიც ცხოველების მტერი და თავისთავად სხვა ადამიანს ქრისტიანს უნდა უბიძგო თუ არა მარხვა დაიწყოს. თუ ეს ბოლომდე თვითნებური გადაწყვეტილება უნდა იყოს. ანუ უბიძგოთ თვითონ სიტყვა არ არის ალბათ სწორი, ურჩიოთ
ეხლა ჩვენი ეს გადაცემას, რომელსაც შეიძლება ვინმე ტელევიზიით ან ინტერნეტით ნახოს, ესეც რჩევები იქნება და ბიძგებაც იქნება, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია მარხვა თითოეული ქრისტიანისათვის, ვისაც თავი ქრისტიანად მიაჩნია და თან მიაჩნია, რომ მარხვა მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ამით იესო ქრისტეს ეწინააღმდეგება, რადგან უფალმა იმარხულა, ვისაც არ ჭირდებოდა და ამითაც მარხვა გვასწავლა და თან გვირჩია, რომ ბოროტი ძალები განიდევნება ლოცვითა და მარხვით, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რჩევითაც და კეთილი ბიძგითაც უნდა ურჩიოთ და უბიძგოთ, რომ მარხვა დაიცვანა, ეკლესიური ცხოვრება უნდა ურჩიოთ, რომელიც თავისთავად შეიცავს მარხვას. თავარი მიზანი მარხვაში. თავარი მიზანი მარხვაში ალბათ სინანულის გაღრმავება, რომ სინანულში ჩვენ ცოდვებზე დავფიქრდეთ. რაღაცა, რაზეც აქამდე არ გვიფიქრია, რომ რაღაცა ჩვენს თავში დავიჭიროთ ისეთი რაღაც პატივმოყვარეობა, ანგარება, რაღაცა არასწორი ბილწი ფიქრები და თავისთავად გვაქვს მადლობა ღმერთს იმის შესაძლებლობა, რომ ახსარება უფრო კარგად მოვამზადოთ ხოლმე და უფრო გულით ამოვიღოთ ჩვენი ეს ცოდვები და ვამხილოთ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, მარხვას განწმედისკენ მიყავს, სინანულს მიყავს განწმედისკენ ადამიანი და ეს სინანული და მარხვა ერთად ადამიანს განწმედს და ღმერთთან აახლოვებს. თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა მარხვაში? ბევრი გამოწვევა გვაქვს დღევანდელ დღეს, ხო, მარხვაში და ეკლესიურ ცხოვრებაში, რომ ვერ ვიცლით ეკლესიისთვის, ვერ ვიცლით ახსარებისთვის, ვერ ვიცლით ზიარებისთვის, ხო. ვერ ვიცლით ცოტა ცუდი ნათქვამია, რა გამოდის, რომ ღმერთისთვის არ მცალია და ყველაფერი დანარჩენისთვის მცალია. ამ დროს ვინც ამ სიტყვებით მოდის ხოლმე, რომ არ მცალია კვირას, ვეუბნები კვირას არ მცალია, შეიძლება 10 საათზე ან 11 საათზე, მაგრამ აი სიონში არის წირვა, რომელიც 7 საათზე იწყება და 9-ის ნახევარზე მთავრდება. სამებაში არის წირვები, რომელიც 8-ზე იწყება და 10-ის ნახევარზე მაშინ მცალია, მაგრამ ვერ ვდგები. ანუ სხვა სიზარმაცესთან მიდის მაინც ადამიანი ბოლოს და არა ის, რომ არ ცალია. სიზარმაცის ამბავია დიდწილად ეს ყველაფერი და ეს გამოწვევები, რა თქმა უნდა, ბევრნაირია, აი ბევრნაირი ხაფანგი აქვს ადამიანს ირგვლივ, რომ აი თუნდაც მარიამობის მარხვა მომოც ნახავს პრაქტიკაში და ბევრი, ზუსტად მარიამობის მარხვისთვის და იმას შვებულებას იღებენ ხოლმე, რომ წავიდნენ ზღვაზე ზუსტად იმ პერიოდში და მე აბა მიდი და წადი და ზღვაზე იყავი და იმარხულე, ხო, თავისთავად. აი, ხო, თუ შვებულებას იღებ, ორი კვირით ადრე აიხე მარხვაში იყავი მარხულად რაღა მარიამობის პერიოდში მოგინდება, ხო, ადამიანები. ну შეიძლება, რა თქმა უნდა, მონდომების ამბავია წეღანაც კი, რომ ლოტი სოდომ გომორში ცხოვრობდა და წმინდა იყო და ესე იგი შესაძლებელია. ნებას კითხვა ასეთი. ჩვენაცენეთ პირველი, ასე ვთქვათ, მარხვა ერთმა ადამიანს და ევას იმასაკეთებაში. აი ამ თემასთან დაკავშირებით მაქვს ერთი კითხვა. იქ პრინციპში ადამი და ევა რო გართობილი, მე როგორც რაც მოვისმენია და იქიდან აზრიც გამოვიყენე და რაც ამიტია. უნდა გაიგოთ ასკეზის სრული კურსი, ასე ვთქვათ მარტივად. უნდა ემართულად, ამ უნდა მიიღოთ ცოდნის ხის ნაყოფი, ამ ბოროტისა და სიკეთის შესწავლის ხის ნაყოფი და ეს ყველაფერი ნამთავრდებოდა. მერე უნდა ბოლოში ეს ყველაფერი უნდა დაგვირგვინებულიყო ცოდნის ხის ნაყოფით და მერე უნდა გახტობილიყო, ხო? სწორად ანუ ამ ხის ნაყოფი, რომელიც უფალმა აუკრძალა, საბოლოოდ კი არ აუკრძალა, არ იყო დრო ამისაღების. ანუ უფალი როდის მისცემდა არ დაელოდა, ამიტომ ჩქარა მოიდომა, სულ სწრაფობიდან გამომდინარე მოინდომა. თითქოს ხო, ხშირ შემთხვევაში მოტივი ადამიანისა, თუნდაც მკვლელობისა კარგია. ყველა
საქციელს ადამიანი პოზიტიური განზრახვით აკეთებს, მაგრამ მე აღმოჩნდება ხოლმე რომ ცუდია, ხო? მასაც თითქოს კარგი უნდოდა და ჩქარა უნდოდა და მე ამ ყველაფერს კიბე მოყვა ყველაფერი ცუდი, რომ ადამ ღმერთს დააბრალა, ევამ გველს დააბრალა, ჩვენი ბრალი არ იყო თითქოს და ამ ყველაფერიდან გამომდინარე ისევ მათივე და ჩვენივე სიკეთისთვის ღმერთმა დაგვატოვებინა სამოთხე რომ რაც ისე მოგვეცა ასე სიყვარული და უანგაროდ, ახლა ჩვენ შევეცადოთ რომ ის მოვიპოვოთ რომ უფრო მეტად დავაფასოთ თუ რა არის ეს სამოთხისეული მდგომარეობა. კი ბატონო, ანუ სწორად აღვიქვია თავიდან ბოლომდე პროცესი ადამიანსა და ევას გაფრთხობის. რა თქმა უნდა. აი მაქვს ახლა კითხვა უკვე მივედით აქ. მის მერე რაც ადამიანსა და ევას ბუნება დაეცა და დაზიანდა, ამას ყველაფერს დაჭირდა ის საჭირო გახდა მეორე ადამიანის პრობლემა, რომელმაც ეს სიცოცხლის ხე, ანუ იმ ბუნებისთვის, რომელიც არ იყო დაცემული და გამხდობა, ესე უნდა დამთავრებულიყო, გამხდობამდე ბოლოს სიცოცხლის ხის ნაყოფით უნდა მისულიყო. აი ხა ჩვენთვის უბრალო მოკდავებისთვის რა, ჩვენ ხო ყველას ერთი მიზანი გვაქვს, გამხდობა. აი აქ სად არის, ანუ სიცოცხლის ხის ნაყოფი, ანუ ამ თემიდან ამოვიდა. აი მივიდით ხო რა. სიცოცხლის ხის ნაყოფი თავად უფალია სიცოცხლე და მის სისსა და ხორცს ვეზიარები და ამით განვიღმრთობით, ხო? ხა და ამ ყველაფერს ხო ეს ხო ვერასდროს ვერავინ ვერ გავხდებით ღირსი უფლის სისხლისა და ხორცისა, მაგრამ უფლის მოწყალება იმდენად დიდია რომ ჩვენ უღირსები ვემთხვევით და ვიღებთ მის სისხლსა და ხორცს და რა ვიცი რომელი ხის ნაყოფი შეიძლება შეედაროს უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარებას და თვითონ აი ადამიანების ცნობიერებაში ვაშლთან ხო ასოცირდება დაცემა, რომ თითქოს ვაშლის ხე ლათინურად თითქოს სიტყვა დაცემა და ვაშლი არის ერთნაირად იწერება და აქედან გამომდინარე ლათინურმა სამყარომ დააკავშირა ვაშლს და მერე ესე გავრცელდა, რომ ვაშლი თითქოს ვაშლი ჭამა. გასაგებია, დიდი მადლობა. ხო, ასე მარხვაზე ყველაზე კაი ისეთი მთავარი მარხვა რაც გამახსენდა, წავიკითხე რომ ენით მარხვა არის ყველაზე მაგარი მარხვა, ენით. რომ მარხვის პერიოდში კი რა ზოგადადაც ხო, რომ ადამიანი რაღაცა ძალიან უფრთხილდებოდეს საკუთარ სიტყვას, საკუთარი აზრის ესე გამოთქმას და ყველაზე კარგი შედეგისაც და ცუდი შედეგისაც არის ყველაზე ისეთი იარაღია განსაკუთრებული ენა და ამიტომ მარხვის პერიოდში უფრო მეტად უნდა ვცდილობდეთ რომ რაღაცა ცუდი საუბრისგან, არასწორი საუბრისგანაც თავი შევიკავოთ და თუნდაც აი სინანულის კვირას რო ელოდებიან ხოლმე რომ თითქოს მარტო იმ კვირაში უნდა ვაპატიოთ ადამიანებს, ნებისმიერ დღეს შეიძლება ვაპატიოთ და განსაკუთრებულად მოვემზადოთ ხოლმე რომ თუ დღეს მიჭირს, მაინც მარხვის იქით არ გადავიტანო რომ რაღაცა ვაპატიო. ხშირ შემთხვევაში პატიება ჩვენ უფრო გჭირდება ხოლმე ვიდრე იმ ადამიანს ვისაც ვპატიებ, რადგან ჩვენში ეს აი ერთგვარი სიმსივნესავით არის ეს ღვარძლი, ბრაზი, რაღაცა უსიყვარულობა და ჩვენ ვართ ამით ავა და არა ის ადამიანი ვის მიმართაც გვაქვს და თუ კი ჩვენ ვაპატიებთ და ახლა პატიება ის კი არა მიხვიდა ძალიან ჩაეხոտო, თუნდაც ლოცვებში რომ მოიხსენიო, თუნდაც წირვის დროს მოიხსენიო, ესეც სიყვარულის გამოხატულება და ამით მაინც უნდა დავიწყოთ, თუ კი ესე პირადად ვერ მივდივართ და ბოდიშს ვერ უხდით ადამიანს ან რაღაცა პირიქით აქეთ აქვს მოსახდელი, ხო? მოსახსენებელში მაინც შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ წირვაში მოიხსენიოთ ეს ადამიანი და ამაზე დიდ სიკეთეს რას გაუკეთებთ ადამიანს და ეს არის მტრის სიყვარულიც. ერთი ხშირად დაუსვამთ ხოლმე, რომ ვინც არ მარხულობს, ასე რომ ვთქვათ, ეგეთი კითხვა რა, რომ აი მაგალითად ერთი და იგივე როა ვიყოთ რაღაც ადამიანი და ერთმა მოლოსთან შეიძლება რაღაც მიიღოს მარხვის შემსუბუქების ნებართვა მეორედან ვერა. აი ეს რაზე არის დამოკიდებული რა, რომ აი ვითომ ახლობლობით და რაღაცა მამა უწყობს იმას. ხო, მაგრამ მაინც ინდივიდუალურია, ხო, რაღაცა დღევანდელ დღეს ასობით და ათასობით წიგნი ინდივიდუალური არის, ახლა ადამიანურად, ხო, ახლა ყველაფერი მოქმედებს ცოტა, მაგრამ ახლა ის რომ
შენ შეგეძლოს მარხვა და აი შენ არ იმარხულო, ხო? რაღაცა მეც ცოდვაში ვარდები და იმ ადამიანსაც ცოდვაში ვაგდებ. ხო? ანუ ღმერთს ხომ ვერ მოვატყუებთ, ხო? რაღაცა მაშინ მევხვდები ღმერთივით, რომ მევთვლი, რომ ვიღაცას რაღაცა ეს რომ ჭალებში რო ხუმრობენ ხოლმე რაღაც სერიალში რო იყო რაღაც ბოლო კი მომაწოდე და ვითომ ის რო ხორცია და რაღაც ეს აგდებული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არასწორია. თვითონ აი ამ ადამიანს არ უნდა კონდეს ესეთი დამოკიდებულება, რომ რაღაცა შენ წეღარ რაც ვთქვით, ხო, რომ რაღაც სამარხო მაიონეზე და ტორტზე რო დასცინიან ქრისტიანებს, შენ თუ იცი რომ ეს ცოტა არ არის კარგი. შენ იმარხულე მკაცრად და შენ იყავ ისეთი მკაცრი მარხველი და სხვაზე არ ილაპარაკო. არა, ხოლმე რომ შეკითხები ის ეთქა მივოდა. ისე მე სხვაგან წავალ. რატო უნდა წახვიდე 40 ვართან, ან შენ თვითონ არ იცი მარხვა როგორია, წაიკითხე გადაშალე წიგნი, რა ვიცი, რამდენი წიგნი არსებობს თან თანამედროვე მამებისაც, ძველი მამებისაც, რომ იქიდან აზრი გამოიტანო. აი, ესეც ჩვენ მოძღვრებს, ხო, ადამიანებს ყველაფერს ხო ვერ ვასწავლეთ ახლა. ამისთვის არის წიგნები, რომ დავიხმაროთ წმინდა წერილი და წმინდა მამები, რომ ჩვენ შეიძლება მიმართულებები მივცეთ, მაგრამ თვითონ წაიკითხოს ეს ყველაფერი და ნახოს, მარტო ჩემი სიტყვის იმედად ხო არ იყო, უნდა იყოს. იქნებ ვატყუებ და მე არ ვიცი, განზრახ ვატყუებ, იქ რაღაც მე არ ვიცი და გადამოწმოს წმინდა მამებთან და მოვიდეს და თქვას, რომ აი, ვიცი რა, აქ ესე წერია და თქვენ როგორ ფიქრობთ. და მარტივია ეს და არის, რომ აი, მამა მომითხრა და მორჩა. ჩვენ მგონი ამ თემისთვის ამაზე მეტი რა უნდა გესაუბრა. რა თქმა უნდა, ამოუწურავია წმინდა მამები თუ წმინდა წერილიდან ყველაფერი ეს რომ ამაზე გავრცობლად ვისაუბროთ, მაგრამ რაც შეიძლებოდა ამ ერთი ლექციის პერიოდში ჩატეულიყო, შევეხეთ და ვისაუბროთ. მადლობა ღმერთს და მადლობა მამებს და აკავრებას, რომ ეს შევხვდით ერთმანეთზე რაღაცა ვისაუბრეთ მარხვაზე. მადლობა. გაიხარეთ, ერთმანეთმა დაგვაცოთ.